უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლე და კონფერენციამდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და კონფერენციის საორგანიზაციო დეტალებზე ისაუბრა. კოტე კუბლაშვილის განცხადებით 9 ივნის მოსამართლეთა კონფერენცია სასტუმრო რედისონის დიდ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება. კონფერენციაზე განსაზღვრული იქნება ადგილები როგორც დამკვირვებლებისთვის, ასევე მედიის და ყველა დაინტერესებული სტუმრისთვის. კოტე კუბლაშვილი ასევე ამბობს, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდება და მას 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. მე მინდა მათ მივაწოდო ინფორმაცია საბოლოოდ როგორ იქნება მათთვის გამოყოფილი ადგილები იმ დარბაზში, სადაც ჩატარდება კონფერენცია. გუშინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კონფერენცია ჩატარდება სასტუმრო რედისონში და დიდ საკონფერენციო იქ დარბაზში სპეციალურად დამკვირვებლებისთვის, სტუმრებისთვის, ჟურნალისტებისთვის იქნება გამოყოფილი ადგილები. კანდიდატებს, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა იქნეს არჩეული კონფერენციის მიერ, კარგი იქნება თუ მიეცემა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა, მოსამართლეებს თუ მიეცემათ მისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა, რათა კონფერენციამ გაიგოს ამ კონკრეტული კანდიდატის ხედვა, გაიგოს არჩევის შემთხვევაში რა გეგმები აქვს მას და რა პრობლემებს გამოყოფს, რა კუთხით იმუშავებს, რაზე გააკეთებს აქცენტს, რათა თითოეულმა მოსამართლემ უკეთ გააცნობიეროს, რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი და რომელს არა. ასევე მნიშვნელოვანია ვფიქრობ გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით დათვლის პროცესში თუ იქნება კამერაზე თუ გამოჩნდება კონკრეტული ბიულეტენი, ვინ იქნება შემოხაზული.